მოწყენი ხარ, ჭამე, დაღლი ხარ, ჭამე, გაცეცხლებული ხარ, ჭამე. და თუ გშია, შეგიძლიათ ჩასკდე. მოკლედ რომ თქვათ, ამას ეწოდება ემოციური ჭამა, რაც სინამდვილეში ძალიან ბევრ ამასთან უგვაშორებს. მაგალითად, ხარისხიან ძილთან, სეირნობასთან, ადამიანებთან საუბართან, ან უბრალოდ ნორმალურად დასვენებასთანაც კი. მაგალითი, წარმოიდგინე ფილმს უყურებ და უცბად მოგინდა წახემსება. გაითვალისწინე რომ არ ხამშია. უბრალოდ ფილმში დაძაბული მომენტია და შენ მტვის უნდა რომ კიდევ მეტი დოფამინი მოქცეს, საერთოდ უფრო კარგად შეხვიდე როლში. ანუ გამოდის რომ ჩვენი ტვინი დოფამინს შიმშილის გამოძახის დასადრგუნად კი არ იყენებს, არამედ ემოციური კომფორტის შესაქმნელად. მეორე, არ დაასაჩუქრეს შენი თავი ყოველთვის საჭმელად. ჩვენ და საბედნიეროდ დაჯილდოების სხვა ფორმებიც არსებობს, მაგალითად, სეირნობო მუსიკის შემოქმედება და ასე შემდეგ. რა უნდა გაიგო? პირველ რიგში უნდა შეისწავლო შენი შიმშილის შეგრძნებები. ან უნდა შეეჩვიო ამ კითხვის დასმას. ნამდვილად მშია თუ ვიღაცამ თქვა ჭამათო. და რაც მთავარია გაარკვე რამ გამოიწვია შენში შიმშილის შეგრძნება. ამას შენი კუჭი გეუბნება თუ შენი ტვინი. ამიტომ როდესაც შენ ჯერზე ჭამა მოგინდება, იცოდე რომ შეიძლება ან სით მოგაკლდეს, ან სეირნობა, ან უბრალოდ ადამიანთან ურთიერთობა. ამიტომ ყოველთვის არ არის საჭირო ჭამა.